ესე იგი გასული დღეების განმავლობაში არ გახდით საქართველოში და როდესაც დაუბრუნდი სამშობლოში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ეკონომიკური ბიზნეს სიახლე დაგვხვდა და შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან აქტიურ რეჟიმში მოექცევა ჩვენს ობიექტივში და რა თქმა უნდა მიმდინარე კვირის განმავლობაში აქტიურად მივაწვდით სიახლეებს ჩვენს მრავალრიცხოვან პუბლიკას და აუდიტორიას სხვადასხვა ბიზნეს გამოწვევების და ეკონომიკური გამოწვევების ჭრილში და ვისაუბრებთ ძალიან ფართო თემებზე, როგორიც არის ფულად საკრედიტო პოლიტიკა, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, როგორიც არის ურბანიზაცია, როგორიც არის საბანკო სექტორი, გამოწვევები თითოეული ამ მიმართულებით და მოკლედ ძალიან საინტერესო კვირა გელით წინ საქმიანი კვირა ცხადია. გადაცემას კი ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან პრიორიტეტული თემით, რომელსაც ჩვენი გადაცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ეს არის პროფესიული განათლება ჩვენს ქვეყანაში და ის ფსონი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველამ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ადამიანური რესურსი, ჩვენ გვჭირდება ადამიანური კაპიტალი და რა თქმა უნდა გვჭირდება ამ ყველაფრის მონეტიზაცია პრაქტიკაში. და ამ ყველაფერს ახორციელებს ძალიან კარგად ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. გადაცემის პირველ ბლოკში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. ბატონ ზურაბ ლობჟანიძეს მინდა მივესალმო, რომელიც გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით. მოგესალმებით, ბატონო ზურაბ, ძალიან მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, უპირველეს ყოვლისა რეგისტრაცია დაიწყო და გვიანბეთ დეტალები მოკლევადიან კომპონენტთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე შევიდეთ თითოეული საკითხის სიღრმეში, იმიტომ რომ თემა ამოუწურავია, თემა ძალიან მნიშვნელოვანია და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში. გისმენთ ყურადღებით. ჭეშმარიტად, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. თავიდანვე გეტყვით, რომ მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ გუშინ გამოცხადდა მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ეს ვადები გრძელდება მხოლოდ 4 აპრილის ჩათვლით და უნდა იაქტიურონ დარეგისტრირება სასურველ პროგრამაზე. მინდა თავიდანვე განვაცხადო, რომ მოკლევადიანი პროგრამების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ძალიან მცირე დროში, მცირე პერიოდში არის შესაძლებლობა დაეუფლო ახალ უნარებს კონკრეტული აპლიკანტი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქსიმალური დასაქმების შესაძლებლობები თავისთვის ადამიანმა წარმოიდგინოს. შესაბამისად, უყურეთ, რატომ არის ეს მოკლევადიანი პროგრამები მნიშვნელოვანი? სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ეს პროგრამები 100% და არ არის ეს იაფფასიანი პროგრამები. პროფესიული განათლება საკმაოდ ძვირად ღირებული განათლებაა და შესაბამისად სახელმწიფოს კონტრიბუცია ამ საქმეში 100%-ით დაფინანსება ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენთან ჩვენ კოლეჯში ყველა პროგრამა, რაც კი ხორციელდება, მოკლევადიანი თუ სადიპლომო პროგრამები სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება. და აქვე მინდა რომ მოუწოდო საზოგადოებას ეს პრიორიტეტულობა აი ამ პროგრამების, მოკლევადიანი პროგრამების სახელმწიფო საზღვრავს სპეციალური გამოკითხვებით, გამოკვლევებით და შემდგომ წვითავს, იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი პროგრამა დაფინანსდეს. და რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება, ბატონო ზურა, ანუ აი რა არის ძირითადი კრიტერიუმი, ძალიან საინტერესო საკითხს მიადექით. რა არის ის საბაზისო კრიტერიუმები, რასაც სახელმწიფო საზღვრავს და მე ადგენს პრიორიტეტიზაციის მარჟას, რა მიმართულებით მიიმართოს სახელმწიფო კონტრიბუცია. დიახ. ზუსტად, ჭეშმარიტად აი შემდგომ ეტაპზე მე ჩამოგითვლით პროგრამებს, რომელიც ჩვენს აკადემიაში ხორციელდება და სახელმწიფოს მიდგომა არის ესეთი, რომ ბაზრის კვლევის შედეგად შესაბამისად მოთხოვნა კონკრეტული სპეციალობების მიხედვით კადრზე, სადაც არის მცირე, სახელმწიფო წვითავს, იღებს გადაწყვეტილებას, რომ 100%-ით დააფინანსოს თავისი მოქალაქე და შესაბამისად მომზადებული კადრი ბიზნესისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისად მომზადებული კადრი ყავდეს ქვეყანას. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს სახელმწიფო განიცდის პროფესიონალი კადრების ნაკლებობას და აი ზუსტად ეს კონტრიბუცია სახელმწიფოს მხრიდან აი ამ პროგრამებში. ამ ეტაპისათვის აი ახალ გამოცხადებაზე ჩვენი კოლეჯი ახორციელებს უბრალოდ გამოცხადებულია და რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 მოკლევადიან პროგრამაზე. ეს არ არის ცოტა პროგრამა, თუმცა მე მინდა ბატონ სანდრო ჩამოგითვალოთ ის პროგრამები. ძალიან დიდი სიამოვნებით. რამე თუ მეტად მნიშვნელოვანი და კარგი პროგრამებია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გახლავთ
ელექტროტექნოლოგია და უსაფრთხოება, სისტემური ადმინისტრირება, ნარჩენების მართვა, საინჟინრო ნახაზების შექმნა, ანუ CAD სისტემით გულისხმობთ ამას, ადრეული განათლების სპეციალისტის მომზადება, შედუღებები, როგორც არგონკალური, ასევე ელექტრორკალური, ცალ-ცალკე პროგრამებად გვაქვს წარმოდგენილი და ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება. აი ეს პროგრამები და პლუს სამი ახალი პროგრამა, ბატონო სანდრო, რომელიც დღეისათვის აკადემიამ უკვე აკადემიასთან რეგისტრაცია მიმდინარეობს ამ პროგრამებზე. ეს გახლავთ გარემოს დაცვის მმართველი და მცირედით ჩავშლი, ასე ვთქვათ, ამ პროგრამას, რას მოიცავს. ეს გახლავთ გარემოს დაბინძურების ზემოქმედების გავლენის შეფასება, ანუ სპეციალისტი რას გააკეთებს, რა უნარები ექნება შემდგომ ამას ვსაუბრობ. გარემოს დაცვის სისტემების აუდიტი და მონიტორინგი შეიძლება განახორციელოს, ასევე გარემოს დაცვითი სწავლებების ჩატარება და ანგარიშების მომზადება. საკმაოდ ტევადია. მეორე დამატებით სპეციალობა რკინა-ბეტონის სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. აქ ნახეთ, რომ მნიშვნელოვანი პუნქტებია, რა უნარებზე გადის ჩვენი კურსდამთავრებული. მარტივი კვანძების და დეტალების ხელითა და კომპიუტერული სისტემებით, ისევ CAD სისტემებით განხორციელება, ანუ ხაზვა, შესაბამისად ნახაზების გაფორმება და პრეზენტირება და მუშა ნახაზების წაკითხვა. ეს არ არის საკმაოდ რთული პროცესია და ეს კადრიც ქვეყანას ნამდვილად ჭირდება. და მესამე საოფისე კომპიუტერული პროგრამები. Word, Excel და ასე შემდეგ ტრადიციული პროგრამები და უკვე კონკრეტულად ამ პროგრამების სპეციალობის შესაბამისად გამოყენება. ეს ცხრილები იქნება დიაგრამები და ასე შემდეგ. სხვადასხვა დოკუმენტაციაზე მუშაობა. რომ დავაკვირდეთ ამ პროგრამების დასახელებაც თავის თავში მოიცავს იმ საჭიროებებს, რაც განაპირობებს პროგრამებზე, ანუ გაზრდილ მოთხოვნილებას და შესაბამისად აქვე მინდა ვთქვა, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აი ამ პროგრამებზე ტრადიციულად მომზადებული კადრი ჩვენი კურსდამთავრებულები, ანუ სერტიფიცირებული ადამიანები 85% მინიმუმ 85% არის დასაქმებული. და ეს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, რომ შედეგი ჩვენ თვლით ამას ჩვენ შედეგად, ჩვენი სწავლების შედეგად. ეხლა რა მინდა კიდევ თქვა, გავამახვილო ყურადღება მოკლევადი ამ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველები. სასურველია დაგვიკავშირდნენ ჩვენ, ეს საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე დევს bta.edu.g და შესაბამისად ჩვენ მათ აღვთქვავთ დახმარებას რეგისტრაციაში, თუმცა მათ რა თქმა უნდა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ეს განახორციელონ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია კონსულტაცია გავსცეთ. ისინი აუცილებლად უნდა მიბრძადნენ სარეგისტრაციო ცენტრებში, სადაც განახორციელებენ რეგისტრაციას. აი ძალიან მნიშვნელოვანი ეს გაიდლაინი, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ მე მაინტერესებს აი ამ ეტაპზე 4 რიცხვში სრულდება რეგისტრაცია. მე მაინტერესებს აი თუ გაქვთ სტატისტიკა, ანუ ახლა რამდენი ადამიანი არის დარეგისტრირებული უკვე და საშუალოდ რამდენ ბენეფიციარს ელით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრათ, როგორია ჩართულობა და როგორია ინტერესი თვითონ საზოგადოების მხრიდან. დიახ. ბატონო სანდრო, გუშინ შუადღესით დაიწყო, ასე ვთქვათ, გამოცხადდა ეს რეგისტრაცია. ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, რაოდენობა, რამდენია დარეგისტრირებული გარკვეული პერიოდის შემდგომ გადმოაგზავნის დასაქმების ეროვნული სააგენტო ამას ჩვენთან, ამასთან წვდომა ჩვენ არა გვაქვს, თუმცა მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება წინა განხორციელებულ პროგრამებზე, სულ რამოდენიმე თვის წინ ხორციელდებოდა აკადემიის მიერ გამოცხადებული არც ერთი ადგილი თავისუფალი არ დარჩენილა ანალოგიურ პროგრამებზე, გარდა იმ ბოლო სამი პროგრამისა ის პირველად გამოვაცხადეთ ჩვენ და აქაც დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ვეყრდნობით ბაზრის კვლევას და შესაბამისად ეს მოდის საზოგადოებიდან მოთხოვნა, კონტინგენტიდან მოთხოვნა, ჩვენი მოქალაქეებიდან და იმიტომ ვაცხადებთ ამ პროგრამას ზუსტად ჭეშმარიტად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის არჩევის დროს არ გამოეპაროს აპლიკანტს ზუსტად ზედმიწევნით დაასახელოს პროგრამაც, სადაც უნდა და სადაც სურვილი აქვს სააგენტოში არეგისტრირებენ მას და ასევე დაასახელოს კონკრეტული კოლეჯი. ამ შემთხვევაში მე მოვუწოდებ ბიზნესა ტექნოლოგიების აკადემიის არჩევისკენ, რამე თუ აქ გარანტირებულად მათ დახვდებათ როგორც
აკადემიური, ასევე კომფორტული გარემო სწავლისათვის და ეს მეტად მნიშვნელოვანია დამერწმუნებით. აბსოლუტურად გეთანხმებით და თან მით უმეტეს ბიზნეს და ტექნოლოგიების აკადემია იძლევა ყველანაირ შესაძლებლობას, რომ აპლიკანტმა უპასუხოს ყველანაირ მოთხოვნას, რომელიც ბაზარს და კერძო სექტორს აქვს. მოდით ახლა პროფესიებზე კონცენტრირდეთ იმ თემებზე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ უშუალოდ და ის საკითხები და ის მიმართულებები, სადაც მოხდება აპლიკანტების გადამზადება, რაღაც თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის თითოეული ინდუსტრიის, რაც გვაქვს, იმ ყველაფრის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ხა მე მაინტერესებს კერძო სექტორთან ურთიერთობის ნაწილი, აი რა იმპულსები მოდის ხოლმე კერძო სექტორის მხრიდან, როგორ ცდილობთ და როგორ ახერხებთ იმას, რომ ეს ვაკუუმები შეავსოთ, მიაწოდოთ მათ კადრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ჯაჭვიც მინდა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. დიახ, ბატონო სანდრო, მოგახსენებთ, რომ ჩვენს კოლეჯს ბიზნესსა და ტექნოლოგიების აკადემიას გაფორმებული აქვს არაერთი ათეულობით მემორანდუმი ბიზნესთან, ბიზნეს საწარმოებთან და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუნდაც ეს მოკლევადიანი პროგრამები მათივე დაკვეთით, ანუ რა ტიპის, როგორი ტიპის კადრი ჭირდებათ ბიზნესს, ზუსტად შესაბამისად აი ამ კადრს ვამზადებთ ჩვენ, იმიტომაც არის ისოდენ მაღალი პროცენტი დასაქმების, რომ კონკრეტულად ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ანუ ბიზნესის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება ეს. ახლა ვერ შეგაწყენთ თავს ამ კომპანიების ჩამოთვლით, თუმცა მინდა დავასახელო ამ ტიპის პარტნიორობა ჩვენ პარტნიორობას ვახორციელებთ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან, მე ვახსენე ნარჩენების მართვის პროგრამა და აი ამ პროგრამის ჩართულობით, მათი ჩართულობით ხორციელდება ეს პროგრამა და მათთვის შესაბამისი კადრი მზადდება. მინდა გავამახვილო პრიორიტეტულ პროგრამებზე, ანუ გასული თვეების მანძილზე მოკლევადიან პრიორიტეტულ პროგრამებზე. ეს არის ნარჩენების მართვის მიმართულება ერთი, უმთავრესი. მეორე, ელექტროტექნოლოგია და უსაფრთხოება და შედუღების, როგორც არგონკალური, ასევე ელექტროკალური შედუღებები. კურსდამთავრებულები, რომლებიც უпростоრად სერტიფიცირებული ადამიანები, რომლებიც არგონკალურ შედუღებაზე მოდიან, ისინი შემდგომში აუცილებლად გეგმავენ, აი ეს ტრადიცია არსებობს, თითქოს სრულად უნდა შეისწავლონ ეს შედუღების პროცესი და ელექტროკალურ შედუღებაზეც რეგისტრირდებიან შემდგომ ეტაპზე, როცა ამას კანონმდებლობა მათ საშუალებას აძლევს. ანუ ეს განსაზღვრავს შესაბამისად მოთხოვნას და იმიტომ არის ეს პროგრამები ჩვენს მიერ ზუსტად წარმოდგენილი. შესაბამისად ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველში. კი ბატონო, რამდენი ხანი გრძელდება სწავლა? უშუალოდ პროცესი. მინდა ესეც თქვა, რა თქმა უნდა, შემიძლია ცალ-ცალკე წარმოგიდგინოთ, თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე მცირე მოკლევადიანი პროგრამა არის 7 კვირიანი, ყველაზე დიდი პროგრამა გახლავთ 13 კვირიანი. ანუ ესეც მოკლევადიან პროგრამებში შედის, მაქსიმუმი 3 თვეა, ხო? შესაბამისად, ოდნავ მეტი. შესაბამისად, აი 7 კვირის მანძილზე, მაგალითისათვის, საინჟინრო ნახაზების შექმნა კად სისტემით სრულიად შესაძლებელია. კვირეული დატვირთვა აქ არის ხოლმე ბატონო სანდრო 10 საათი. შესაბამისად, ჩვენი ხელშეწყობა აპლიკანტების მიმართ რა არის ხოლმე უკვე ჩვენი მსმენელების მიმართ, როცა ისინი უკვე ჩაირიცხებიან ჩვენთან. ხელშეწყობა ის არის, რომ მეცადინეობებს გეგმავთ საღამოს საათებში, შესაბამისად, უკვე დასაქმებულ ადამიანებს სხვადასხვა სპეციალობით შეუძლიათ საღამოს საათებში მიიღონ ეს ჩვენგან სწავლება და შესაბამისად გარკვეული უნარები შეიძინონ ამა თუ იმ მიმართულებით. ასევე თუ საინტერესოა ჩამოვთვლი თითოეულ მათგანზე კვირეების ხანგრძლივობას, ელექტროტექნოლოგია და უსაფრთხოება გრძელდება 9 კვირის განმავლობაში, 11 კვირის განმავლობაში სისტემური ადმინისტრირება, საინჟინრო ნახაზებზე მოგახსენეთ, უკვე ადრეული განათლების სპეციალისტი 13 კვირა გრძელდება, ეს მეტად მნიშვნელოვანი პროგრამაა, ბატონო სანდრო, იმიტომ რომ სააღმრთელო პროცესში, ანუ მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებთან მათი მოღვაწეობა მეტად მნიშვნელოვანია და აი ზუსტად ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი კვალიფიციური მასწავლებლები თუნდაც აღზრდელების გადამზადებას ახორციელებენ იმ მიმართულებით, რომ თანამედროვე მიდგომები რა შეიძლება იყოს ბავშვის განვითარებისთვის, აღზრდისთვის, ეს მთლიანი პროგრამა იმ 13 კვირის მანძილზე ხორციელდება. არგონკალური და ელექტროკალური შედუღებები 10 კვირის მანძილზე ხორციელდება, კვირეული დატვირთვა გითხარით, შესაბამისად 20 საათი გრძელდება. ახალი პროგრამები, რაც მე თქვენ დაგესახელეთ, საოფისე კონტროლის პროგრამები 10 კვირის მანძილზე, გარემოს დაცვითი მმართველი 8 კვირაში ხორციელდება ეს პროგრამა, ხოლო რკინაბეტონის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა 9 კვირის მანძილზე.
ნუ ადებიც ისეთი აი მოქნილი და ხელსაყრელი ხელსაყრელი ნამდვილად და ეს ამაზე მეტყველებს რომ ეს ვადებიც ხელსაყრელია და შესაბამისად მისაღებია საზოგადოების მხრიდან ეს პროგრამები და საჭიროება მეტყველებს იმაზე რომ წინა მიღებებზე 100%-ით ბიზნეს და ტექნოლოგიების აკადემიის ჩემს მიერ ხსენებული პროგრამები 100%-ით შეისვა აპლიკანტებით. ძალიან მაგარია და ძალიან გვიხარია რა თქმა უნდა ამის მოსმენა. მე აქვე მინდა ჩემი პირადი დამოკიდებულება და შეფასებაც გავაჟღერო ზოგადად აკადემიის საქმიანობის ჭრილში. ეხლა თქვენ ახსენეთ ზოგადად ინფრასტრუქტურის ნაწილი და ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი პლუსი და კოზირი ზუსტად რაც აქვს აკადემიას, იმიტომ რომ არა მარტო დედაქალაქის მასშტაბით, რეგიონების ჭრილში შეუძლია აკადემიას რომ მიიღოს დიდი რაოდენობის აპლიკანტი, აი ხა იგივე საჩხერის ობიექტი, რომელიც აი ფაქტიურად არის ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა და კიდევ ერთხელ მთავარი ნაწილი ბატონო ზურა, ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანაში საგანმანათლებლო დივერსიფიცირება გავაკეთოთ, ანუ მოვახდინოთ ისეთი მიმართულების რომანტიზება მათ შორის, რომელიც დღეს დეფიციტია, მაგრამ ხვალდაზე შეუძლია რომ დოვლათი მოუტანოს როგორც ქვეყანას უპირველეს ყოვლისა, ასევე რა თქმა უნდა თითოეულ აპლიკანტს, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით იქნება ჩართული და ზუსტად აქ არის ალბათ გამოსავალი და აქ არის მათ შორის საგანმანათლებლო ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი გასაღებიც, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი მივაწოდოთ ბაზარს. და ძალიან გამიხარდა სხვადასხვა ზეგან არჩევნების მართვის ბიზნეს ასოციაცია ასევე ჩვენი პარტნიორია და შესაბამისად მე თვითონ ვესწრებოდი ამ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას და ძალიან შთამბეჭდავად წარიმართა ნამდვილად ეს ყველაფერი. მე ავიცი ხა ბოლო რამდენიმე წუთი გვჭება და რეზუმირება გავაკეთოთ თემის და სანამდე რეზუმირებას გავაკეთებთ მე კიდევ ერთხელ აი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უსურვო აკადემიას რაც შეიძლება მეტი პარტნიორი და მეტ პარტნიორს მინდა უსურვო ამ შემთხვევაში აი ზუსტად იმ ვაკუუმების შევსება რაც ადამიანური რესურსის დეფიციტით არის დენომინირებული იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩვენი პარტნიორი არის ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რომლის კვლევებსაც და ინდექსაციებს ჩვენ ვეცნობით BAG ინდექსი მაგალითად ყოველ კვარტალური ანალიზი სადაც ბიზნესის განწყობებზე არის საუბარი და თუ მაგალითად სიტყვაზე 10-15 წლის წინ ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა იყო იგივე არასტაბილური კურსი, ფასების საერთო ზრდა, ინფლაცია, დღეს ერთხმად ბიზნესი საუბრობს ადამიანური კაპიტალის დეფიციტზე და ამას ნამდვილად ჭირდება შევსება და შევსების უებარი გზა და წამალი აი ეს აქტივობებია ზუსტად რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. მოკლედ რეზუმირება გავაკეთოთ ბატონო ზურა და ნელ-ნელა წავიყვანოთ ჩვენი ძალიან საინტერესო ბლოკი ფინალისკენ. დიახ, ბატონო სანდრო, მინდა აღვნიშნოთ თქვენ საჩხერის ჩვენი ფილიალი ახსენეთ. იქ სადიპლომო პროგრამებთან ერთად ხორციელდება მოკლევადიანი პროგრამებიც, ამ ეტაპისათვის რეგისტრაციისთვის გამოცხადებულია ნარჩენების მართვის პროგრამა, ადრეული განათლების სპეციალისტის პროგრამა, ეს მეტად მნიშვნელოვანია ეს პროგრამები რეგიონში არსებული კადრისთვის, აპლიკანტებისთვის და იქაც როგორც თბილისის ოფისში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა შესაბამის კადრზე, სულ ახლახან დაამთავრეს წინა გამოცხადებით მიღებული სერტიფიცირება სპეციალისტების და ჩანს მოთხოვნილება ამ რეგიონში. რეზიუმეს სახით რომ მოგახსენოთ, მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება და რეგისტრანტებს, ვინცაც სურვილი აქვს და რეგისტრირდნენ, აუცილებლად უნდა ეწვიონ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, რეგიონების და რაიონების მიხედვით თბილისში ეს გადანაწილებულია მათთვის კომფორტის შესაქმნელად 10 საათიდან 5 საათამდე ხდება ეს. საჩქაროა ეს, მოუწოდებ მათ რომ იჩქარონ, იმიტომ რომ ადგილების რაოდენობა არც ისე დიდია თითოეულ პროგრამაზე და ეს ჩქარა უნდა განახორციელონ. ესევე აღსანიშნავია რომ სწავლის დასრულების შემდგომ მეტად მნიშვნელოვანია ეს იცოდნენ რომ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები აი ამ პროგრამების დასრულების შემდგომ და ერთი რაც მინდა ვთქვა სახელმწიფოს დაფინანსებით და ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალებით მასწავლებლებს გულისხმობ ერთად გავალთ იმ შედეგზე ბატონო სანდრო რასაც წარმატებული დასაქმება ქვია და გავდივართ ამ შედეგზე და მადლობა სახელმწიფოს ამისთვის და მადლობა ჩემს კვალიფიციურ მასწავლებლებს კოლეჯში რომ ასე მოთხოვნადი გახადეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თავიანთი კვალიფიკაციით.
ძნელია არ შემოგიერთდეთ ამ პასაჟში და ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მე სხვათა შორის შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ერთგვარი ანალიზიც, აი ცალკეული სექტორების, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მათ შორის აი ყველაზე წარმატებული აპლიკანტები შეგვიძლია მოვიწვიოთ ასევე ეთერში და მათთან ერთად ვისაუბროთ, გავიზიაროთ მათი შთაბეჭდილებები, გამოცდილება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახე, ანუ მასმედიის როლიც აქ ზუსტად ის არის, რომ უნდა გავაკეთოთ რაღაც თემების რომანტიზება, უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ეკონომიკა ვერ ამოიქოქება და კი, ჩვენი მისიაც ზუსტად ეს არის, რომ აი ეს სექტორების და ასეთი მიმართულებების რომანტიზება გავაკეთოთ ჭეშმარიტად და ამას არ ვწმალავთ და გიავთ საუბრობთ ამ ყველაფერზე. ბატონო ზურა, წარმატებები თქვენ, წარმატებები ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მომავალ შეხვედრამდე გებშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ერთხელ